მოგესალმებით ჩემი ჩემპიონო გამზარდა დაბრუნდი ახალი ვიდეოთი. მოკლედ ამჯერად დაბრუნდი Age of History 3-ით საქართველოთი. 1300 წლებით 1440 ახლა ცოტა ისქენი. მოკლედ ეს არის skill point-ები, რაღაცებს გავხსნი, ხდავალაგებ სიტუაციას. დიდი ხანით ამ ვიდეო არ დამიდია. თქო Mountain Blades რაც შეეხება ეგ ამბავი არ გამოვა. Mountain Blades-ის დადებას გულისხმობ. რატო არ გამოიგ ფიქრობ ისედაც ხვდებით რა. გამოხმაურება არ ქონდა ხა იმ ხელს და რეალურად იქ ყველაზე საწვალებელი ვიდეოები იყო რა. მირჩენია ასეთი Age of History 3 გადავიღო და ასეთი თამაშები რა. დამატებით, რავი, პრინციპში დამატებით კიდე ისიცაა რომ მალე ახალ პოდკასტს ჩავწერ. ცოტა ისეთი იქნება, როგორც მე მინდა. იმედია გამოვა ეგეთი როგორც მე მინდა. ცოტა რთულია ეგეთი გამოვიდეს როგორც მე მინდა, მაგრამ რა ვქნა. როგორც იქნება რა. შეიძლება იყოს სრულყოფილი, მაგრამ იმედია ისეთი იქნება როგორც მე მინდა. ჩემო პოდკასტს თავდაპირველად დავხსნა იყო და მოხდა ის რაც მოხდა. შემდგომ პოდკასტის ნაჩვენს ერთ-ერთი მეგობართან და სხვაშორის ძალიან საინტერესოა. მაგრამ ნოიცაკ სახელი გადავარქვა ერთად. საბა პირველი იყოს რა. უფრო ისე მეუდგეთ სერიოზულად. ხო, ახლა როგორი სიტუაციაა რა. რატომაც მინდა და ესამდი. პოდკასტში ვაპირებთ ამას საუბარს, მაგრამ მოდი აქვე ვიტყვი რა. დღეს მოვშინე ყველაზე უცნაური რაღაც რა. მითხრეს ეგ რაღაცა ძალიან უცნაური ხარ და ვერ გავიგე ինչი რა უცნაური რა. მე გავანალიზე ეგეთ რაღაცა. აბა ამას ვიმეცე, მაგრამ მოკლედ ეგეთი რაღაც შემემთხვა რა. რომ ძალიან ბევრი გოგო ვერ მიტანს იმის გამო რომ რუსული ვიცი. და ამაზე ეს ჩემბრალი არა ვქნა. ისეთ გარემოში გავიზარდე რომ ვისწავლე რუსული, შემომესწავლა. იმიტომ კი არა რომ მინდოდა, მაგრამ გარემო მიმოქმედა. მაგრამ არ უნდა პრინციპში რუსული რო ვიცი რა, უბრალოდ მაგის გამო რომ ვერ მიტანე და კიდე უცნაურს რომ მე მეძახიან, ანუ what? მაგის მე თუ კიდე დავარ უცნაური, მაშინ არ ვიცი რა ვთქვა. მაშინ მაგათმა საერთოდ აიციან რა არის იყო უცნაური. სერიოზულად. რის გამო ვერ მიტანენ просто თუ იაზრებთ. რომ რუსული ვიცი, მაგიტო ვერ მიტანენ. და მე რუსული ვიცი იმდენი ხანია რომ ვერ წარმოიდგენე. მე რა ქვია პირველი ისინი იყო Cartoon Network-ი ვინც იცის, ბევრმა ისაუბრა რუსული მაქვს და Cartoon Network-იდან აი ეგ იყო რაც იყო. და აი Cartoon Network-ი ძალიან მომწონდა რა, ძალიან კაი ის იყო. ცუდა რომ ახლა შეიცვალა და აღარა ისეთი, მაგრამ ძალიან მაგარი იყო რა. და რუსული ისე გადიოდა მულტფილმები, აუ ძალიან სასწაული რაღაცა იყო და ხა ბიძაშებთან ერთად ვუყურებდი. და ამ ყურებაში ხა შეუძლებელია რომ რაღაც არ დაგამახსოვდეს და ბიძამ ჩემაც ეგრე ისწავლა ვიდეოები და ისწავლა რუსული ბავშვობაში და მეც აი ეგრე ვარ რა, რომ ეგეთი რაღაცები ვწავლობ ვიდეოებით, თორე ასე რომ დაჯდე და გრამატიკა ისო სისულელია, იმიტომ რომ რეალურად ენა ყოველთვის ვითარდება, იცვლება რა. ხა სკოლაში ქართულსაც რო ასწავლენ, ეგ არა ახლა ის ქართული, რასაც ჩვენ ვიყენთ, იმიტომ ჩვენ ვიყენთ ბევრ ჟარგონს და ბევრი ისეთ სიტყვას, რაც წესით ჩვენს ენაში არა ხო? მაგრამ მე რაღაც სიტყვები მნიშვნელობას იცვლის და რუსულშიც ეგრეა, ძალიან ბევრი სლენგია შემოსული სხვადასხვა ენებიდან. და ეგ სლენგები ბევრად ისვლის სერიალებში, ფილმებში, კიდე სხვანაირად ახლა უკვე ლაპარაკები ძველებური ის არა რა. უკეთ ბევრი რამე არის განსხვავებული ამაში და ახლა ჩემი ბრალი არა ეს რა. ხო ხდებით რასაც გულისხმობ. მაგის გამო რომ ვერ მიტანა და უცნაური მიზახია, მაგარი ნერვები მეშლება და 1000 მერ პოდკასტ ჩავშლი როცა რომ იქნება. უბრალოდ მინდა და დამფიქსირებინა აქ რა სკოლაშიც მაგალითად კლასელები ვერასოდეს ვერ მიტანდნენ მაგის გამო. განსაკუთრებით გოგოები რა, ბიჭებთან კიდე ეგ არ იყო ხელ პრობლემა რა, ეხლა
რუსულ ენაზე, მაგრამ ბიჭო, გოგოები მენა ვერ მიტანა იმის გამო რუსული ვიცი. და ანუ არ ვიცი რა ვთქვა მაგაზე რა, მეთქი ბიჭო, თქვენ ნორმალურები თუ ხართ. და კიდე რომ მე მეძახი არა ქვე უცნაურს. კაი, მოგდა ხა აქ რა ხდება რა. უცნაურ რო საქართველოს გავაძლიერო და აღმოსავლეთში მყოფი ორი ქვეყანა ის ქვია, მაგრამ რთულისა რომ მოკავშირის პოვნა რთულია და პლუს მჭირდება ბიუჯეტის გაზრდა. ამიტომ რისი რესურსიც მაქვს, იმ შესაბამის საწარმოს ვაკეთებ რა. პლუს ახლა იმერეთთან კაი ურთიერთობა მინდა დამწყეთასთან. ჯერჯერობით. სანამ გავაერთიანებ საქართველოს, მან უნდა მოძლიერდე, ანუ შირვანი უნდა დავიპყრო. ბიზანტიასთან ალიანსი მაქვს, ტაძარი მაქვს საშენებელი, რაღაცები მაქვს და გასაკეთებელი და აი მერე უკვე მიხედავ მაგ საქმეს რა. მერე ჯერ არა. ანუ ცოტა რთულია ასე გაკეთება საქმეს. ეს ახლა იმერლებთან გაივთეთ მაგ პრინციპში. ლორდი what ცოტა უცნაური. კაი. ხო და ქარაქოზულარები ეგენი არიან ძალიან დიდი სახელმწიფო და წინა სცენარში მე დამთამაშო ვსწავლობდი ანუ ხო ხდები რა პრაქტიკები პირდაპირ თამაშობდი და შემომესწავლდა მაგ ქარაქუზები იყვნენ ჩემი ყველაზე დიდი მტერი იმენ 1851 წლამდე მოაღწიენ ტიპებმა და შემეძლო გამენადგურებინა თავის დროზე მაგრამ თავის დროზე არ გავანადგურე იმიტომ რომ საერთოდ არ მეცადა ეხლა მაგათი განადგურებისთვის თან რას წარმოვიდგენ რომ მაგ სახელმწიფო გახდებოდა და 1851 წლის მერე ატომური იარაღი იშოვეს 1800 წლებში წარმოვიდგინეთ ატომური იარაღი იშოვეს და პირველი მე დამბომბეს თან ჯარი მყავდა სულ რაღაც 100,000 და 100,000-იანი არის მე არა საკმარისი ამ ხელა იმის დასამარცხად მithოს ატომური ბომბებმა გამენადგურა დიდი ნაწილი და მე ძალიან რთული იყო თან ეს ჯარი მყავდა თბილისში და მაგ პერიოდში ტრაბზონი, რიზე და ბევრი ტერიტორია მქონდა რა კიდე ამათო და ბომბის ყველაფერი ერთიანად. არ ვიცი რა ვთქვა რა, ძალიან ისეთი რაღაცა იყო. ხო, ახლა ესე იგი ეს საგადასხო კაი, მაგრამ არ გამოვაკ. კაი, მოკლედ ახლა რაღაცებს ახსნა უჭირ ჭირდება მაგის გარშე საქმე არ გამოვა რა. მაგრამ ახლა ეს საქართველოს რთულია, იმიტომ რომ ოსმალეთის იმპერია, ქარაქოზულარები, ჩრდილოეთში ის მონღოლები, ახლა არმია უეჭველი უნდა გავზარდო, იმიტომ რომ აღმოსავლეთის ლაშქრობას ვაპირებ. ან ძალიან რთულია რა, იმიტომ რომ ძირითადად არიან მუსლიმები გარშემო, ტრაბზონს და იმერეთის ოჩოშლით. აუ ძირითადად არიან იქით სულ მუსლიმები რა. ხო და არ ვიცი ახლა აქ რანაირად დავალაგო ისე, რომ პრობლემა არ შეიქმნას. ხო მეხუთე რასაც გულისხმობ რა. იმიტომ რომ დავარტყავ ახლა აი რამდენი მუსლიმანმა შემოვიერთდა და მე ჯიხადს გავმისხადებენ უეჭველი და მომიწევს ყველა ფრონტზე და ეგ პირველად კი ხდება წინაზე ეგრევე მომივიდა და რამდენჯერ მასე მომივიდა ომში მე გავიმარჯვე და როგორ გავიმარჯვე აი არის ყველაზე ჩახლართული რაღაცა მოკლედ 100 წლიანი მონღოლთა ბატონობა გადავიტანე დაჟე მეტი რა ის 100 წელი 500 წლიანი მონღოლთა ბატონობა გადავიტანე ნუ პრობლემა არ ყოფილიყო ჯიხადთან რა ანუ მონღოლები ხო არ არიან მუსლიმები მონღოლები აქვთ ტენგრიზმი და კარჩე მონღოლებმა გამომისხადეს ომი ნუ სხვა მიზეზის გამო უფრო რა მაგრამ ქარაქოზულარები არიან მუსლიმები და ქარაქოზულარებთან რო ვიომე გავიმარჯვე ოღონდ გავიმარჯვე როგორ აქ იგან თავი როგორ გავიმარჯვე ალიანსი მქონდა ტრაბზონთან და იმერლებთან მიხვდით და ტრაბზონმა რო დაარტყა დასავლეთიდან მე იმერლები მომეხმარენ ძალიან რა და ეხა იმერლების დახმარებით იმდენი ვქენი რომ ისი რამდენიმე ჯარი გავანადგურე და დიდი ტერიტორიები ვერ წამართვა რა შირვანის პატარა ტერიტორიები წამართვა მე ტერიტორიები მაინც დაიბრუნე და მე ისევ წამართვა მაგრამ მე კარჩი შემოიჭრნენ მონღოლები და მონღოლებმა კარჩი იმერეთი დაიპყრეს და მე ორი ვარიანტი მქონდა ანუ ვასალი უნდა ყოფილიყავი და ან უნდა განადგურებულიყო საქართველო და ბაგრატიონები ამოხოცილიყო ხო და მე ისაც გასაგები პირველი ვარიანტია ვირჩიე ხო ნუ ახლა ვაპირებ რომ ისლამი სტინაუდეს პატარა ძმოთა პატარა კავკასიურ ტერიტორიებს გავაქრისტიანებ მართლმადიდებულ ქრისტიანულ ჯულზე მოვაქცევ რა თქმა უნდა დაპყრობითი ომებით ეს არის ყველაზე ლოგიკური აქ
ჯერ ერთს და მე მეორესაც გადავული იყო, ჯერ ამ ომიდან გამარჯვების შედეგები უნდა მოვიყო რა. ძალიან რთული ომია. აქ როგორც ჩანს ტრაბზონის დახმარება დამჭირდა ცუდია. მაგრამ რა შევს რა ეხა ამ ჯარს შევიყვანით ისევ და всё. აი всё მოვიდა. ანუ მცხეთასაც ამასთან ომი აქვს და მცხეთა მომეხმარება მაშინ ხა იმის ჯარს მცხეთა განადგურს, მე მეშივალ და დავიწყობ. всё მცხეთამ განადგურა, ახლა всё ახლა უკვე შევალ ჯარით და მორჩება მთელი ომი რა, უმარტივესად. всё, ეგ ჰიტი უნდა ვიღო. აუ დიდი ჯარი ყავს. ცუდია. და ჩემი ტაქტიკა არის ფლანგობრივი ომი რა, ფლანგებზე ვუტევ. ეგ კიდე შესაძლებელია, მაგრამ კაი ტაქტიკოსი არ მყავს რომ ვიყო. და ფლანგობრივი ომი ლოგიკური იყო რა, ასე ვთქვათ. всё, მოვიდა ტრაბზონი, ახლა უკვე შემიძლია რომ პირდაპირ შესვლა გავაკეთო. აჰა, всё, ტრაბზონი გაანადგურა, ახლა შევიდეთ ჯარით და მორჩა. წესით ომი ამით დამთავრდება რა. ეგ არის. ცალყა ახლა ქალაქს ავიღებ. всё, მოვიდა ტრაბზონიც. ესაც ასე ახლა რაც უნდა გააკეთო. აზრი არ აქვს, უკვე გავიმარჯვე. ახლა მოიცა ზავი დავდო, ორივე ტერიტორია მინდა მე. თუ გადმოვიდა. всё, კი, გადმოვიდა. კი. შენერე ახლა შემიძლია რელიგიის შეცვლას მოვითხო ეგრევე, მართლობის შეცვლა, ხარკი. всё, მართლობას ვეცვლი, ცუდია, კაი არ შევს. თავი ტერიტორია ჩემი. ისე მეორე ვარიანტიც მქონდა რომ ვასალებად მიქცია და მე მეორე ომზე დამეპყრო, მაგრამ რა საჭირო. პირდაპირ ჩემ კონტროლში იყო, ჯობია. ახლა აქ მართლმადიდებლური ჯულზე გადავიყვან, ძვირი გეჭდება, რა ვიყო. ღირს რა მაქვს ფულს გადახდა, აი всё, ჯარი შევინარჩუნოთ. ამ ჯარი აუმიგდოში თქვენ რომ ჯარი იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე შესაძლებელია და მე მივიცი რომ შევინარჩუნოთ მეთქი რა, იმიტომ რომ ნიშნავენია რომ ამ ხელა ჯარი მყავდეს. ძალიან ნიშნავენია. ეხა მეორე ომი მექნება კიდე მეორე ომში კიდე დავიწყობ იმათ მე აქეთ შირვანის დაპყრობა მინდა და მახოთ რა ეტაპობრივად როგორ განვითარდება აქ მოვლენები, რჩეველი მომიკვდა, რომელი მრჩეველი ნახე ინფორმაციებში, არის შინაგან საქმეთა მინისტრი. აქ რომელი ჯობი. კაი ეს იყოს მოდი რა. კვლევის მომატება ყველაზე ჭკვიანურია, მეორე აი 26 წლის როა. ეგ მე ყველაზე ლოგიკური იქნება, იმიტომ რომ კვლევას მაგრამ არ მაქვს რა აზრი. მოიცა განვითარდა რა, всё ახალი კანონის მიღება შემიძლია. სამეფო და სამართლა ეს მფარველობის ის რა, სასამართლო სტრუქტურის განვითარება. თავადაზნაურობა. ფული არ მაგრამ აზრი ხლა ამის წაკითხავს პრინციპში. კაცი ომის შემდგომ შედეგები უნდა მოვაგვარო და მერე უკვე შეიძლება კანონების მიღება. დრომედის დაქრება, წლები გვემატება, დაცხოვრება რა გიგვეღირსა. არ არის დრო დარდის, ზღვის იქეთად სამდის, წუთი დგება ოცნებებისა. თვარე შუქს თუ მაწვის, სალამსაც კი მაწვის, და სიყვარულს მეგობრებისა. დრომედის დაქრება, წლები გვემატება, და სიბერე მოგვიკაკუნებს. სიხმარწვილის წლებში, უდარდელ ფიქრებში, გვინდა მაგრამ ვიღა გვაბრუნებს. სირაში თუ ფერში, ბავშვურობს ნებებში, ვაჩერებით წუთებს და წამებს. დრომედის დაქრება, წლები გვემატება. ახლა ეს ზუსტად ხო? მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, ეხლა ტიპთან ალიანსი მაქვს და გაიაჩემთვის რეალურად. მესხეთს აღებით საქართველოს გაერთიანებისკენ დიდ ნაბიჯს გადავთან და ეს ეპიზოდები გაგრძელდება თუ არა ეგ თქვენზე დამოკიდებული. უკვე იმერლებთ ის ჩაერთენ ომში, იმერლებთ მოიც ალიანსი აქვს. კაი, პრობლემა მოუწევს. ის შეიძლება. ეგარი რა. ესე თქვა შირვანი. შირვანმა ცოტა გამიცხადა. კაი, მე ხა მესხესამ საბოლოო დედაქალაქს რაც ქვია ავიღებ და შირვანი ალბათ დაეჯახება ტრაბზონს. უცებს რა აზრი პრინციპში რა. ავიღებ მესხეს, всё, ჩემთან მოვიდა. 12000-იან ჯარით რამის ვერ მიზავს. თან მეთვეზე 22000 ჯარი გზაში. მოვიგე. თან მარტო.
მესხეთი დავიმორჩილე. მაგრამ ჩემ ბრალი არ იყო იქ, ტრაბზონმა გამოუცხადა ომი. ძირითადად ტერიტორიას ტრაბზონია იღებს, მე ახლა აქედან ვერაფერს ვერ მივიღებ, მაგრამ არა უშავს. ჩემს ახლა ეგ არა მთავარი. დაჟე ახლა ეს ტერიტორია რომ მიიღო, მის გადმოქართულება ცოტა უსწრაფოა. პლუს ფინანსურადაც არ მაწყობდა რა ახლა ეს ამბავი. არც ისე ტრაბზონთან მომცხადებული მომიწევს ახლა იმისთვის რომ დავიბრუნო ეს ტერიტორიები, მაგრამ არა უშავს რა, მაგას მოვაგვარებ. ჯერ მოვძლიერდე საკმარისად. და მე ტრაბზონთან პრობლემა არ იქნება პრინციპში რა. კაჯარი უნდა აღვადგინო და ნენე უკვე ვაჭრობა უნდა განმოვითარო, ახალი კანონი უნდა მივიღო, პლუს ურთიერთობები უნდა გავაუკეთესო ხალხთან. ამდენი საბჭოა, მაგარი. მაგარი თამაშია რა, იმенно политика. Вообще, эта музыка писана не для молодежи, эта музыка изначально писалась для сидельцев, для ребят, которые сидят за забором, вот им будет это прикольно это слушать, и это будет, может поддерживать и укреплять дух арестантов. Прости нас, брат Юра, мы все проебали, весь космический мусор, за бугор ушел груз, Россия гремит, как и союз скандалами, этот сталинский шлейф, нынче путинский шлюз, страна, где из шлюх сразу да в генералы, и где быть ветераном, так только на вкус. Тебя поминают, ты живой. Брата убили, его убили здесь, вот в этом селе, он умер вот здесь, через дорогу. Он кровью истекал, ему в ногу ударили ножом. Он Три удара, да. ногу, горло, Ногу, горло и шея. Но смертельный был все равно в ногу. Да, в артерию перебили. Каждый пусть заглянет в свое сердце, в свой дом, в свою семью и помянет своих родных и близких. Давай. Тоскуя по дому, по-родному, где все свои, где все по-простому. Обниму я маму, бью по больному, но по-своему, а не по-чужому. ჯაი. ესე იგი, გამოვიდით ომის შემდგომ პერიოდიდან 30,000-იანი ჯარი მყავს. მოგებაში გავედით, პლუს ავაშენე სპეციალური შენობები, ახლა უნდა შევცვალო რელიგია იმათთან. ნუ ახლა რელიგიის ამბავს მოვაგვარებ. წესი შემოსავლის გაზრდა უკვე შეიძლება რა. მაგრამ ჯარის შემცირება მომიწევს სავარაუდოდ, იმიტომ რომ შემოსავლა საკმარისი არაა. მაგრამ თან ჯარს ვერ შევამცირებ მის გამო, რომ ჯარს როგორც კი შევამცირებ, ან ქარაქუზულარები, ან ის მონღოლების ოქროს უბდო, ან რავი, ვინმე დამარტყავს უჭველი რა. 30,000 ჯარი რომ მყავს. ჯარი რომ შემოიყვანო ტრაბზონსაც დავიხმარებ, ტრაბზონსაც 25,000 ჯარი ეყოლება. პირველი შემოსვლა 25,000 ჯარით რომ შემოვიდეს, ფეხებს ვერ მომჭამენ. ტრაბზონმა რომ 25,000 არმია დამეხმაროს. იმიტომ რომ 30,000 სადაც მე მყავს, აი უჭველი მოგებაზება რა, თან მithotes თუ თბილისზე შემოვიდები, თბილისი მაგარი დაცული ქალაქია აქ რა. მაგრამ ნუ ცოტა რთულისაა რა. ტრაბზონთან ალიანსი მჭირდება, პლუს თავდაუცვ არააგრესიულობის პაქტი მჭირდება რამდენიმე სახელმწიფოსთან და თავდაცვითი პაქტი მჭირდება იმერეთთან რა, რომ ჩემსა და იმერლებს შორის ჯერ ომი არ იყოს. იმიტომ რომ ახლა არ მინდა მოცემეთა სისხლი დავუარო. მინდა რომ ცოტა სხვა კუთხით განავითარო რა ომი. და უფრო ჩრდილოეთი მხარე ავიღო, ჩერქეზებს ვეომო მაგალითად, ან რავი, მაგრამ ჩერქეზებთან პრინციპში ალიანსში შეუკრა ბევრად უკეთესია. ხო რა, ანუ აღმოსავლეთითაც მაქვს შირვანი დასაპყრობი, ჩრდილოეთით იგი მონღოლების უბრალო დასავლეთით, პრინციპში დასავლეთით ტრაბზონისგან და გავათავისუფლო ქართული ტერიტორიები და სამხრეთით კიდე ქარაქუზულარები მყავს, აქვს ომი დაიწყეს, შევალახა და ეს არის უმარტივესი ომი რა. ანუ ვერაფერს ვერ იზამს ეხა ის რა, პირდაპირ შევალ, დავიპყრობ, დარწმუნებული ჩერქეზები ვერც კი მოასწრებენ ჯარის გადმოყვანას, და შეკრებასაც ვერ მოასწრებენ დაწმუნებული რა, სანამ იგი ჯარში შეკრებენ, მე აქ მოვიგებ და გავანადგურებ ინტერს მთლიანად. Ai, упроблемот გავანადგურებ, просто უყურეთ. Жить угождальная на районе движ. Батя понимает, сына вырос и шумит. Улицы менять, пацанам не запретишь. Все на делюге. Как ты там мой дом, как ты мой район. Между городами снова потерянный сон. Когда солнце садится за горизонт. Я не вернусь домой, я не вернусь домой. აი გარი, დავათ ქვეყანა უკვე დაპყრობილია. ახლა რომ ჯარები უნდა გავანადგურო და მორჩა. დამთავრდა. და საერთოდ ამ ომში რატო ვარ? ანუ საქმე შე რომ ჩერქეზებთან ალიანსის გამო, ჩერქეზებს დაუწყო ომი იმან, რა ქვია, ყირიმის სახანო. მაგის გამო მომიწამე ახლა ამ ტერიტორიის დაპყრობა. და ახლა მაგ ორი ვარიანტი.
ან უნდა გავაგზავნო ჩემი ჯარი ყირიმთან საუბრად, ან აგერ ამათ ჯარს გავანადგურებ და მორჩა რა, ანუ ისინი ვერაფერს ვერ აღიზარდნენ, გაუნადგურებთ არმია. მე ხა ჩემი ხელ რას ვიზამ. ის ხა ჯარი გაგზავნა მე ნანო, ჩემი ჯარისკაც მიქრო დაიღუპონ, მე ამათი აღდგენა საკეფულს დაიღებს. მე ჩემი აქ შვიდად დაველოდო, რას იზამენ იგენი რა, მაგერ რჩეველი მომდგათ ამ რჩევალს შევცვლი, ფულს მაგაში დავხარჯავ მის რჩევნია ბევრად. აქ უკეთესია შემოსავალის მიხედვით ხო ეს ჯობია და აქ არის კვლევა ჯობია თუ ისა ყოველდღიური მემკვიდრეობა რომელიც უფრო ჯობია მოდი კვლევა იყოს რა ასე ჯობია ეს მაღალი კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ჯერ მოსიფული შეგროვდეს ფული და დასეივ და ხო ამას ავტომატური სეივიც აქვს და შინთეჭიგია დაასეივო რა ეს ავტომატური სეივი ხელს უფრო მისვლის ვიდრე მიწყობს მაგრამ ხანდახან ხელი შეუწყვია კაი ეხლა უკვე დამთავრდა ომი დამთავრდა ეს ტერიტორია მე არ დამრჩა მეგარი მეწყინა რომ მიმეხმარებინა ეს 30000-იანი ჯარი იმისთვის მაშინ შეიძლება მოგვეგვიდეს მაგრამ რა ჩანდება მინდა რომ ომს განვაახლებ მაშინვე და უბრალოდ დავიწყო ტერიტორიას მორჩება რა ხელთან დანახევი ომის პრობლემა არა თავარი ხა შეაჩეროს დაღესტანმა იმდენი ხანი რომ მე ხა ისინი დავიწყო რა არ ის მომიწია просто ომს ჩართვა რა მაგრამ всё დამთავრდა ომი ახლა ისო ტერიტორია ჩემი აქ იგივე მოვითხოვე ყველაფერი მართლობა შეცვლა რელიგია ფული და всё ჩემი აქ ანუ ყრიმ ვერანაირ პრეტენზიას ვერ წააყენებს იმიტომ რომ სამართლიდან დავიწყე თუ პრეტენზიები მოვიდეს 30000-იანი ჯარი დავხდები და ფეხებს ჩემ ფეხებს აიღებს აქედან ამ ჩემ ჭაღარას კიდე თუ შეწუხებულია всё ესეც განვითარდა ხო საოცარია აქ სხვა პასუხი არც პრინციპში და ну პრობლემა არა ხო პლუს ახალი კვლევა დასრულდა რელიგია და მის შემცველობა და ასიმილაცია ხო ну რაგინა ნენელ ძლიერდები რა სულ სახელმწიფონამდე აღარ ვარ ახლა ვარ ძალით 73 და რელიგიასაც რომ მოვაგვარებ ჯარის გაზდაც პლუს შემიძლია რაღაც მეთოდებით მაგრამ პრობლემა ისა რომ იმ მოქროს სურდოსთან უნდა დავალაგო რა მაგრამ რომ შემოვიდეს მისი ჯარებით არ მაწყობს ეს ქარაქოზულარებიც არ უნდა მოვიდნენ ანუ მომიწევს რომ ხარკივი ხარ ორ მხარეს რომ არც ერთმა ხელით არ გამოიწევს რა ასე ვთქვათ პლუს აქ ნახე როგორი რაღაც მოხდა კაი კვლევა ავეჩხაროთ მოდი კარგი შემოსავალმა იკლო ეს ცუდია არასტაბილური ბაზარი ხო შემოსავალმა დაიკლო ანუ სავაჭროს და ისინი ხა გქონდა ვეღარ გაგვაქვს რა საქონელს გქონდა და გადასახადებებზე მთლიანად თან 30000-იანი ჯარი მყავს და მაგ ხელ ჯარს ვერ გავწუდებით მაშინ ჯარი უნდა შევამცირო მაგრამ არ მაწყობს ჯარი შემცირება იმიტომ ჯარი რომ შევამცირო უჭველი სადღაც რომ რაღაც თავს ამესხა თან ამ ჯარს გენერალიც აღარ ყავს იმიტომ გენერალი საგეფული ჯდება თან ომში როცა არ ვარ რატომ უნდა გადავიხადო გენერალს ხელა ფული ეს განვითარდა ეს კაია პრინციპში ჯარის სავაჭრები ახლა მაგრამ ბიჭო რაღაცნაირია რა ეხა ეს ყველაფერი როგორც უნდა უტრიალოთ მაინც ეხა სუნიტების მართლმადიდებლურ რელიგიაზე მოქცევაც ძალკე თანხას წაიღებს არა მარტივი საქმე რა თან არ ვიცი ხა როგორ მივუდგე ჯარი შევამცირო და რისკი გაიზრდება მაგით არ შევამცირო და შემოსავალი ხა იმ ხელა არა რომ ამ ყველაფერს გავწუდე არის ეგეთი ვარიანტი რომ შემოსავლის გაზრდა და გადასახადების აწევი შეიძლება მაგრამ ხა გადასახადებს ვერ ავუწევ ეგ არ შეიძლება რა გადასახადები რომ აუწიო მერეც აქ პრობლემა და ახლა ვაჭობ ისთან ქარაქოზლარებთან და იმასთან რა ქვია ტრაბზონთან და ომი დამიწყო ამან ეს მაგარი პრობლემა ანუ აი რასაც ვამბობდი ეხლა ოსებ ჯარის გენერალს ვერ დავნიშნავ ჯერ მაინც ცოტა ხანი დავველოდო ოპა всё ომი აქ მე არაფერში არ ვარ ანუ ჩემთვის არ გამოუცხადებია ომი გამოუცხადა ჩერქეზებს და მე ხა ჩერქეზებთან ალიანსში ვარ ამ ომში მოუყევი ეს მაგარი პრობლემაა აჩვენე ჩემ ჯარს აღვადგენ და მორჩა რა ამ ჯარს გენერალს დავუნიშნავ
და დაველოდები რა შეიძლება მოხდეს რა. ეს შეტევა უკეთესია თუ დაცვაზე უფრო მუშაობ. თანაბარი, კაი ვარიანტია რა ეს თანაბარი. რა წვირია. ჩაისახთ კენას დიდი ფული მექ. კარგი, გუზებმა შემოვიდნენ ამ თურქებს რა გაუნდათ ბლად. ამ ხელა პრობლემის ქნათან რის გამო. ერები მეშლება просто. И вы мне говорите, чтоб я не пропал ответку! Я по натуре не толстовец! Вашу мать! Буду давить! სიყვარული და პატივმოყვარეობა აბრმავებს ადამიანს. ნახა, ჩემი პოლიტიკური გავლენიდან გამომდინარე კი შევინოს ჩვენ ჩემი ტერიტორიები, მაგრამ ეგ ძირითადად ორი ამის დამსახურება. ერთი იმის, რომ დიდი პოლიტიკური გავლენა აქვს ამ მეფეს დროებით და ახლა უკეთესი ის მექნება, ანუ ყველას რო კაი ურთიერთობას ვცდილობ და კაი ურთიერთობები მაქვს, პოლიტიკური გავლენით ყალიბდება რა. ეხლა იგივე ხედავთ პოლიტიკური გავლენა 153 წელი. ხო და პოლიტიკური გავლენა დიდი მაქვს, ტერიტორიების წათმის შანსები ნაკლები აქვს რა, მაგრამ ჯარი არ ამყავს. ახლა ჯარი არ ამყავს, უეჭველ შემოიჭრებიან. აუ ძალიან რთული სიტუაცია რა, ძალიან რთული. ახლა ალიანსს დავუძობს მცხეთთან. მცხეთთან ალიანსს არაფერი არ მჭირდება რეალურად რა. მოდი პრინციპში, მოდი ჯობია რომ დავამთავროთ რა ეპიზოდი. ond კლასიკურად რა. კაი. გემშვიდობით ჩემ ჩემპიონ გამწერება დავბრუნდები ახალი ვიდეოთი.